მოგიწევთ, ან მოგიწევთ აღიარება ამ ხელისუფლების, ან მოგიწევთ აღიარება, ან ნელ-ნელა განიდევნებით, ნელ-ნელა გაიწევით ველზე. ოპონენტების ციხეში გამოკეტვის ნამდვილი მიზეზიც ეს არის. ყაველაშვილის სიტყვები ადასტურებს, რომ რეჟიმი ლეგიტიმურად არ აღიარებას ვერ ეგუება და რადგან ამის მიღწევა ვერ მოახერხა, კიდევ მრავალი წლით ციხეში დატოვებას ახლა სწორედ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს უპირებს, რომლებიც საპატიმროებში თანამშრომლობაზე უარის გამო უკვე იმყოფებიან. ჩვენ გუშინ ბრიფინგზე მოვისმინეთ გენერალურ პროკურორის მხრიდან, ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხედავთ და არ ხედავდით, როგორ ადგენდნენ შავსიებს ქართველი საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან. არ ხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში ამ პაპკებით თუ საქაღალდეებით იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავდასხმის ობიექტი, ასე რომ ამ ყველაფერი ჩვენ პოლიტიკურადაც არაერთხელ შეფასებული გვაქვს. პოლიტიკურ შეფასებას არც უნდა გასცენოდნენ, რადგან როგორც სამართლის სპეციალისტები განმარტავენ, ის რასაც პროკურატურა ბრალდებების საფუძვლად წარმოადგენს, სინამდვილეში ლეგალური პოლიტიკური საქმიანობაა. ამიტომ ოპოზიციას არც არასდროს დაუმალავს, რომ პარტნიორებს ხვდება და მათგან რეჟიმის დასანქცირებას ითხოვს. საჯაროდ საუბრობენ მიზეზებზეც: ადამიანის უფლებების დარღვევა, საგარეო კურსის ცვლილება თუ არჩევნების გაყალბება, რის გამოც ოპოზიცია არც ოცნების ლეგიტიმურობას ცნობს. ამას კი ქართული ოცნება საბოტაჟად, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებად და დამხობის მცდელობად აფასებს. უმძიმე სიმუხლები მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. კონსტიტუციური წყობილების დამხობა არის მაგალითად, როდესაც მოხდება სამხედრო პუტჩი და სიტყვაზე რომელიღაცა ხუნტა დაამხობს რაღაც სამოქალაქო პოლიტიკურ ხელისუფლებას და მოწოდებები, რომ ეს რეჟიმი არალეგიტიმურია, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მეარღვებულობ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ვერც ერთი სტანდარტი დედამიწის ზურგზე ვერ იქნება ჩათვლილი, ვერც დამხობად და ვერც ძალადობით შეწყვეტ. ამავე მუხლებით ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესიც კი წამოიწყო, თუმცა როგორც ჩანს, ოლიგარქს ეს საკმარისომად არ მიაჩნია. ახალი ბრალდებები მან ოპოზიციონერ ლიდერებს საპატიმროების დატოვებამდე თვეებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი კვირებით ადრე წარუდგინა, რაც ოპოზიციისთვის შიშის მაჩვენებელი და დასტურია, რომ ივანიშვილი ასე პოლიტიკური წინააღმდეგობის გამორიცხვა ცდილობს. გამოსავალი კი გაერთიანებაა. აქ ერთიანი ფრონტის არსებობის პირობებში დასავლეთიდანაც გაცილებით უფრო სწრაფად ვიხილავთ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ახლა ისევე როგორც ქართველი ხალხი, ვერც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალურ ალტერნატივას და შემცვლელს ამ რეჟიმის ვერ ხედავენ. რატომ? ამ დაქსაქსულობის გამო. ამიტომ ეს უნდა აღმოვუხრათ პირველ რიგში იმისთვის, რომ ცვლილების მოტანა შევძლოთ. პასუხი უნდა იყოს ივანიშვილის გაძევება რაც შეიძლება მალე. აი ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ შეიცავს ძალიან ბევრ ფრონტზე თანადროულად, მიზანმიმართულად, ყოველდღიურად მუშაობას. ამ კუთხით მე ყველაზე ნაკლები პრობლემა მგონია პარტია იარსებებს თუ არ იარსებებს. თავი რომ პოლიტიკურობამ იარსებოს, პოლიტიკურმა აზრმა და სიტყვამ იარსებოს და ძალიან აქტიურმა კამპანიამ იარსებოს, რომელიც ამ ქვეყანაში ხალხს გააგებინებს უფრო მეტად და მეტად რაშია პრობლემა. ერთადერთი ვინც რეჟიმის სამიზნეებს შორის მოხვედრას ჯერჯერობით გადაურჩა გიორგი გახარია. ოცნების პროკურატურას მისთვის ახალი ბრალი არ წარუდგენია, თუმცა ოცნების ყოფილი პრემიერი არც სოლიდარობის გზავნილს ავრცელებს. მის პარტიაში კი იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ბრალს მიხეილ სააკაშვილსაც უმძიმებს, ისევ არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესი ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგების ნაწილი იყოს. რა თქმა უნდა, ეს არაკონსტიტუციურია, არასამართლიანია, არადემოკრატიულია, მაგრამ მეორე არის რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ანუ გარიგებას გამორიცხავთ ახლა ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. თუ ფიქრობთ, რომ ესე შეიძლება იყოს გარიგების შედეგი? რა თქმა უნდა, არ გამორიცხავთ. გამორიცხოთ არაფერს არ გამორიცხავთ. უნდა ვიფიქროთ, რომ აქედან რაღაც სარგებელს იღებს ნაციონალური მოძრაობას და რა სარგებელი შეიძლება იყოს მრავალწლიანი პატიმრობის მუქარაა, ხო? ამას დრო გამოვაჩერთ, შედეგად ისიც არ ვიცით საერთოდ რა პატიმრობაზე არის საუბარი. ოპოზიციონერების დევნის ახალი პროცესი დროში ევროკომისიის ანგარიშს დაემთხვა. პროსტორად კი, როგორც ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, ოცნებამ ამ დევნით სწორედ ბრიუსელს უპასუხა. უპრეცედენტო კრიტიკის შემდეგ, როცა მოსაოდნელი ულიზო მიმოსვლის შეჩერებაც კია, პოლიტიკურ წრეებში ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი შანტაჟს ცდილობს და ამისთვის, როგორც მანამდე არაერთხელ, ისევ პოლიტიკურ ტყვეებს იყენებს. ეს არის გარკვეულწილად შიხში მოქცეული ტერორისტის
საქციელი, რომელიც რეალურად ძევლად ყავს აყვანილ მთელი ქვეყანა და იმუქრება, რომ თუ მე არ მაღიარებ ისეთი როგორც ვარ, თუ არ მომცემ საშუალებას, რომ ადაპტირდე ამ სიტუაციაში, მე გავაგრძელებ იმ სვერტყლზე ზემოქმედებას, რომელიც მას დღეს საქართველოს საზოგადოების და პოლიტპარტნიორების სახით ყავს. მას უნდა რომ თუნდაც მისი ბაზრები, ანუ საქართველოს იყოს კონდეს წოდომა ევროპულ ბაზრებზე, იმისთვის რომ თქვა იგივე რუსული შავი ფული იქნება თუ სადღაც სხვა მხრიდან მოტანილი შავი თუ სანქცირებული ფული გათეთრების საშუალება ქონდეს, ამიტომაც მას ჭირდება ეს წოდომა სრულიად იზოლირებაში ის თვითონაც შეიძლება უსარგებლო გამოდგეს მისი მთავარი პარტნიორში რუსეთისთვისაც, იმიტომ რუსეთსაც უკვე თავისი საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს ნაცრისფერი ზონა, რომელიც იზოლირებულია, ხო? ამიტომ დამატებითი ნაცრისფერი ზონა მას შეიძლება არ ჭირდებოდა და უსარგებლო ივანიშვილი მათ შორის შეიძლება რუსეთისთვისაც ძალიან უსარგებლო და არაფრის მომცემი იყოს. ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმეები სავარაუდოდ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების შანსსაც შეამცირებს, რადგან ევროკავშირმა გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა გამოაცხადოს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისტორიაში პირველ ფორუმშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება.